შვეიცარიამ ვენესუელის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროსა და მასთან დაახლოებული პირების აქტივები გაყინა, როგორც შვეიცარიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, გადაწყვეტილება მიღებულია საერთაშორისო სამართლისა და სანქციური პოლიტიკის ფარგლებში. მთავრობის განმარტებით, თუ მომავალი სასამართლო პროცესების შედეგად დადასტურდება, რომ აღნიშნული თანხები უკანონო გზით არის მოპოვებული, შვეიცარია უზრუნველყოფს მათ გამოყენებას ვენესუელის ხალხის საკეთილდღეოდ. ამასთან შვეიცარიის ფედერალური საბჭო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ ვრცელდება ვენესუელის მოქმედი მთავრობის წევრებზე. შვეიცარიის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანა გააგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციას ფინანსური სისტემის გამჭვირვალობასა და უკანონო ფინანსური ნაკადების აღკვეთის მიმართულებით. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ სამხედრო მოქმედება, რაც ამერიკამ კარაკასში განახორციელა ენერგეტიკულ ბირჟებზე დადებით ზეგავლენას იქონიებს. ორბანის შეფასებით ამის მიზეზი იქნება ის, რომ ორი ქვეყანა ერთობლივად ნავთობის რეზერვების 40-50% ფლობენ. შესაბამისად, თუ ვენესუელაში ამერიკული კომპანიები შევლენ ეს ფასებზე დადებითად იმოქმედებს. მან ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაცია სტრატეგიულად მნიშვნელოვნად შეაფასა და თქვა, რომ გარკვეულ პერიოდში ამ ნაბიჯს გავლენა ექნება იმ ქვეყნებზე, რომლებიც წიაღისეულ საწვავს იმპორტის გზით იღებენ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინდოეთს კვლავ ტარიფების გაზრდით ემუქრება. როგორც ქვეყნის ლიდერი აცხადებს, თუ ოფიციალური ნიუ-დელი რუსული ნავთობის შესყიდვას არ შეამცირებს, შტატების sapasukho ნაბიჯს გადადგამს. ტრამპის შეფასებით, ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის იმპორტი რუსეთს უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გახანგრძლივებაში ეხმარება. პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, როდის აპირებს გამკაცრებული სატარიფო ზომების დაწესებას, თუმცა აღნიშნა, რომ თუ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, მას სწრაფადვე აღასრულებს. მედიასთან საუბრისას საკითხზე განცხადება რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა გააკეთა. მან ჟურნალისტებში ახსენა, რომ კონგრესი რუსული ნავთობით მოვაჭრე ქვეყნებისთვის 500%-იანი ტარიფების დაწესებას კვლავ განიხილავს და თუ ინდოეთი პრეზიდენტის მოთხოვნას არ გაითვალისწინებს, ახალი განკარგულება უპირველესად სწორედ ოფიციალურ ნიუ-დელის დააზიანებს. ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთთან ვაჭრობის გაგრძელებით ინდოეთი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დაძაბვით რისკავს. ამ რისკმა კი შეიძლება გაცილებით მძიმე დარტყმა მიაყენოს ნიუ-დელის, ვიდრე ამის გადატანა შეუძლია. ჩინეთმა იაპონიაში სამხედრო მიზნებისთვის გამოსაყენებელი ორმაგი დანიშნულების ნივთების ექსპორტი აკრძალა. ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნებისმიერი ქვეყნის ორგანიზაციები ან ფიზიკური პირები, რომლებიც აკრძალვას დაარღვევენ, კანონით დაკისრებულ პასუხისმგებლობას დაექვემდებარებიან. როგორც მედია წერს, პეკინსა და ტოკიოს შორის ურთიერთობა კიდევ ერთხელ მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასული წლის დეკემბერში იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ განაცხადა, რომ თუ ჩინეთი ტაივანის დაკავებას გადაწყვეტს, იაპონია ტაივანს დაუჭერს მხარს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, ჩინეთიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ტვირთი ზანგეზურის დერეფნითაც იმოძრავებს. როგორც მან აღნიშნა, მართალია ზანგეზურის დერეფანს პირველ რიგში ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დამაკავშირებელ გზად განიხილავენ, თუმცა მისი თქმით, ის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი იქნება. ალიევმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ამჟამად აზერბაიჯანიდან დასავლეთის მიმართულებით მხოლოდ ერთი სარკინიგზო მარშრუტი არსებობს, თუმცა მალე ორი იქნება. მისი თქმით, აზერბაიჯანი როგორც ტვირთბრუნვის, ასევე სამხრეთ კავკასიიდან შემდგომი მიმართულებით ნაკადის გამანაწილებელი ქვეყანა რეგიონში ჩინეთის პრიორიტეტული პარტნიორია. NVIDIA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა იუნსენ ჰუანგმა ახალი ტექნოლოგიური პლატფორმა ალპამაიო წარადგინა, რომელიც თვითმართვად მანქანებს ადამიანების მსგავსად აზროვნებაში დაეხმარება. მისი თქმით, ალპამაიო ავტონომიურ მანქანებში აზროვნებას ნერგავს, რაც მათ საშუალებას აძლევს უჩვეულო სცენარებში იფიქრონ, უსაფრთხოდ იმოძრავონ რთულ გარემოში და ახსნან მართვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები. ასევე ცნობილი გახდა, რომ NVIDIA-მ გერმანულ ავტომწარმოებელთან ერთად დაიწყო მისი ტექნოლოგიით აღჭურვილი თვითმართვადი მანქანის Mercedes-Benz CLA-ის წარმოება. მანქანა ამერიკაში გაყიდვაში მომდევნო თვეებში რის შემდეგაც ევროპასა და აზიაში გაიყიდება. ანალიტიკოსების თქმით, NVIDIA-ს ახალი პროექტი აძლიერებს კომპანიის ლიდერობას ხელოვნური ინტელექტის აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინტეგრაციის კუთხით. ალპამაიო არის ღია კოდის ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რომლის საბაზისო კოდი ახლა ხელმისაწვდომია მანქანური სწავლების პლატფორმა Hugging Face-ზე. დიდ ბრიტანეთში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც არაჯანსაღი საკვების რეკლამას ტელევიზიით საღამოს 9 საათამდე, ხოლო ონლაინ რეჟიმში მთლიანად კრძალავს. ბრიტანეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ ამ გზით ბავშვთა სიმსუქნის კრიზისს გაუმკლავდება. ახალი წესების თანახმად რეკლამირების აკრძალვა 13 კატეგორიაზე, ძირითადად ცხიმის, შაქრისა და მარილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებზე ვრცელდება. მათ შორის არის შაქრიანი გამაგრილებელი სასმელები, მარილიანი სნექები, საკონდიტრო ნაწარმი, კერძოდ შოკოლადი და კანფეტი, ასევე ნაყინი, ნამცხრებით კბილეული ორცხობილა და ბატონები, კრუასანის ტიპის ცომეული კარტოფილის ჩიფსები და სხვა. მეტიც რეკლამის აკრძალვა ზოგიერთ ისეთ პროდუქტსაც შეეხო, რომელიც ზოგადად ჯანსაღად აგიქმება. მაგალითად, სენდვიჩი აკრძალვა არ ვრცელდება ბრენდის რეკლამაზე, თუ ის კონკრეტულ პროდუქტს არ ასახავს.
იაპონიაში მსოფლიოში ცნობილ ტოიუსუს თევზის ბაზრობაზე 5 იანვარს 253 კილოგრამიანი ლურჯ-ფარფლიანი თინუსი რეკორდულ $3.2 მილიონ გაიყიდა. წლის პირველი თევზის აუქციონი ტოკიოში ყოველ 5 იანვარს იმართება და აუქციონზე გამოტანილი პირველი თინუსი ყოველთვის ყველაზე მაღალი ხარისხისაა. აუქციონი ამ ჯერზე კიომურა კორპორეიშენმა მოიგო, რომლის მფლობელის თინუსით მეფედ ცნობილი კიოში კიმურაა. ის აუქციონებში რეგულარულად მონაწილეობს, მასვე ეკუთვნის ბაზარზე 2019 წელს დაფიქსირებული რეკორდი, როდესაც აუქციონზე თევზი $2.1 მილიონად გაიყიდა. კიმურასთვის აუქციონზე საუკეთესო თინუსის შეძენა და წლის დასაწყისში თავის რესტორნებში მისი შეთავაზება ერთგვარი რიტუალია. იგი თვლის, რომ თევზი ხალხისთვის იღბალის მომტანია. ძვირადღირებული თევზი ჩრდილოეთ იაპონიაში ომას სანაპიროსთან დაიჭირეს. ეს რეგიონი ქვეყნის საუკეთესო თინუსის წარმოებითაა ცნობილი. აქ დაჭერილი თინუსის ფასი კილოგრამზე 2.1 მილიონი იენია, რაც $13,360 უდრის. სუში და საშიმის პოპულარობის გამო წყნარი ოკეანის ლურჯ-ფარფლიანი თინუსი გადაშენების წინაშე იდგა, თუმცა კონსერვაციული ძალისხმევის წყალობით მოხერხდა პოპულაციის გადარჩენა. სწორედ ეს განაპირობებს მის მაღალ ფასს. ტოკიოს თევზის ბაზრობა ცნობილია როგორც ყველაზე მაღალი ხარისხის თევზით ვაჭრობის ადგილი და ბოლო წლებში ტურისტულ ატრაქციადაც იქცა. ბაზრობა დილით ადრე იხსნება და ზღვის პროდუქტების დიდ არჩევანს თავაზობს ყიდულს. აუქციონი კი თევზის რაოდენობის მიხედვით 20 წუთიდან 1 საათამდე გრძელდება. ბაზრობის ტერიტორიაზე ასევე ათობით რესტორანია განლაგებული, რომელშიც ბაზრობაზე გასაყიდად გამოტანილი პროდუქციის დაგემოვნებაა შესაძლებელი.